Ძალამშვიდობისად კიდევ ერთხელ ყველას. თუ ვერ გაიგონეთ, უკან შემხმა მითხარით, ხო რომ ხმას აუწიო, მაგრამ მე მგონი რომ გაიგონეთ, ნახოთ. თხოვნა მექნება ერთი რა, რომ სანამ შეკითხვების რეჟიმზე არ გადავოთ, მანამდე რომ მოვისმინოთ უბრალოდ, იმიტომ რომ შეიძლება გზაში რაღაც შეკითხვები გაგისდეთ, მაგრამ თქვენთვის მოინიშნეთ და ბოლოს კითხეთ, გაგით, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი და ამოუწურავი თემაა, ზოგადად ქრისტიანობაში, რომ დავიწყებთ საუბარს, თქვენ თუნდაც მიხვდებით ალბათ და თქვენი სიმრავლეც ამაზე მეტყოლებს, რომ ეხლა თქვენ თუნდაც გაინტერესებთ ძალიან ეს ყველაფერი. რომ შეიძლება ძალიან ბევრი შეკითხვა დაგებადოთ. მე ვეცდები, რომ წინასწარ ჩემი საუბარში თქვენს სავარაუდო შეკითხვებს გავცე პასუხი და რაც დამრჩება პასუხგაუცემელი, მე უკვე სიამოვნებით მოგისმენთ. უბრალოდ რატო გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო. ეხლა ისეთი ვაკუუმური საუბარი მაინცა და მაინც ისედაც არ მეხერხება და მაქსიმალურად რომ ვეცადოთ, რომ აი ამ მცირე დროში, რომელიც ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ ერთად გავატაროთ, მაქსიმალურად ნაყოფიერი საუბარი გამოგვივიდეს. განსაცდელი არის ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. რა არის განსაცდელი? რამდენიმენაირად შეიძლება აიხსნას რა არის განსაცდელი და მოდი ყველა მხარეს შევეხოთ. მაგალითად, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით საუფლო ლოცვა, ამოუჩვენო. სადაც არის, ეხლა ყოველი სიტყვა, რა თქმა უნდა, ამ საუფლო ლოცვაში ეს არის უფლის მიერ, თავად იესო ქრისტეს მიერ ნასწავლი ლოცვა ჩვენთვის და ყოველი სიტყვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რასაკვირველია. მცირე სახარებასაც უწოდებენ წმინდა მამები ამოუჩვენოს და ამ ამოუჩვენოში მაგალითად არის ესეთი ბოლოს ესე მთავრდება ეს ლოცვა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, ვევედრებით ჩვენ მამას, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ანუ ეს განსაცდელი, ანუ აქ ავტომატურად ჩანს პირდაპირ, რომ გაიგივებულია რაღაცნაირად ბოროტებასგან. ხო? ნუ შემიყვანებ განსაცდელში, არამედ მიხსენი ბოროტისაგან. მეორე მხრივ, თუ კი გადავხედავთ ჩვენ ქრისტიანობის ისტორიას, ასკეტიკას განსაკუთრებით, ბერების ცხოვრებას, იქ ნახავთ, რომ განსაცდელი გადარჩენის აუცილებელ პირობადაც კი გვევლინება. მაგალითად, წმინდა მამები ამბობენ პირდაპირ, ყველა მამა ერთხმათ ამბობს ამას, რომ არ არსებობდისო განსაცდელების ცეცხლი, დედამიწის ზურგზე ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა, ანუ ვერ გადარჩებოდა. ეხლა მოდი ვეცადოთ ჩვენ დაუკავშიროთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და ავხსნათ, არის თუ არა აი ამ ორ გამოთქმას შორის, აი ამ ორ გაგებას შორის განსაცდელისა რაიმე წინააღმდეგობა და საერთოდ ეს ერთი და იგივე განსაცდელზეა საუბარი თუ არა. როგორც წმინდა მამები განგვიმარტავენ, არ არის ეს ერთი და იგივე განსაცდელი. არსებობს განსაცდელი შინაგანი და არსებობს განსაცდელი გარედან მოსული. აბა მოდი აი კარგად დავაკონკრეტოთ ეხლა ეს ყველაფერი რა არის და როგორ არის. ვეცდები რომ მაქსიმალურად კომპაქტური ვიყო და მაქსიმალურად აღლაკონდური რომ რაღაც მეტი დრო დაგვჭეს ასეულობ და თქვენი შეკითხვებისთვის. რა არის შინაგანი განსაცდელი? შინაგანი განსაცდელი ადამიანისა გახლავთ სწორედ ის, რის გამოც ჩვენ ვევედრებით უფალს რომ გვიხსნას განსაცდელისაგან. ანუ რა არის ეს? ეს არის განსაცდელი, რომელიც ადამიანს ეწევა საკუთარი ცოდვიანი ბუნების გამო. ადამიანი დაცემის შემდეგ, როდესაც დაეცა სასუფეველში, მიდრეკილი არის აბსოლუტურად ყველა ცოდვისაკენ. ანუ ადამიანის ბუნება დაზიანდა, ავტომატურად მიიდრიკა აბსოლუტურად ყველა ცოდვისაკენ. ანუ მოდი შევთანხმდეთ ამაზე, რომ ჩვენ აქ ამ ქვეყანაზე რომ ვიბადებით, უკვე დაზიანებული ბუნებით ვიბადებით. ეს დაზიანებულება კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოიხატება იმაში, რომ მიდრეკილნი ვართ აბსოლუტურად ყველა უშჯულოებისკენ, ყველა ცოდვისკენ და ასე შემდეგ. ანუ მიმართულება შეიცვალა უარყოფითისკენ ადამიანმა, როდესაც დაზიანდა მისი ბუნება, ცოდვა. და აქედან გამომდინარე, აქვე ვიტყვი, რომ დღეს, როდესაც დღევანდელი ფსევდოფსიქოლოგები, მეცნიერები გვასწავლიან ჩვენ და გვაჯერებენ, რომ
არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს თავს და უნდა მივიღოთ ისეთი როგორიც ვართ, ეს უკვე შეცდომა. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ქრისტიანულ სოფხედულობას მივიღებთ ამსაო წერტილად, როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ უკვე დაზიანებული ბუნებით ვიბადებით. ანუ იმ თავითვე ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენი დაზიანებული ბუნება გამოვასწოროთ, უმკურნალოთ მას და აღვადგინოთ, დაუბრუნოთ ის პირვანდელი სახე, რომელიც მან დაკარგა თავის დროს. და რა ხდება? ადამიანში ფუთფუთებს უამრავი ვნება. ყველანაირი ვნება, აბსოლუტურად რა. შემიძლია ჩამოგითვალოთ მე ეს ვნებები, ეს არის მრისხანების ვნება, ეს არის სიძვის ვნება, ეს არის ამპარტავნება, ეგოიზმი, შური, განკითხვა, ანგარება, სიზარმაცე, დაუდევრობა, უქმობა, ძალიან ბევრი კიდევ რომელიც ჩამონათვალეთ საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს ვნებები თავისთავად არ არის ესეთი ბევრი, არამედ რაღაცა ერთიანდება ერთ დიდ ცოდვაში, რომელსაც ამპარტავნება და ეგოიზმი ეწოდება. ანუ აი ამის განშტოებები არის ეს ყველაფერი. მე ესეთ შედარებას მომყავს ხოლმე, ხეს ვადარებ ხოლმე ადამიანის ცოდვები როს ეს სქემატურად წარმოვიდგინოთ, აი ხეს გავს ფესვები რო შევადაროთ ამპარტავნებას, რომელიც არ ჩანს, ისევ როგორც ამპარტავნება არ ჩანს, თვალით უხილავია, მაგრამ ის არის სწორედ საძირკველი და საფუძველი აბსოლუტურად მთელი ხისა, ხო, როგორც ხის შემთხვევაში თქვა ფესვები არის საფუძველი და ეს ფესვები იჭერს ხეს მიწაზე მყარად რომ იყოს და ის ფესვები არის სწორედ ის რისგანაც იკვებება მთელი ხე, მთელი თავის სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ უხილავია, მიაქციეთ ამას ყურადღება, არ ჩანს. ხო, ეს ჩვენ ვიცით უბრალოდ, რომ მას ფესვები აქვს, თორემ მიწის ზემოდან ეს ხო არ ჩანს. შიგნით რა ხდება და რა სიღრმეშია ეს ყველაფერი. ზუსტად ესე არის ამპარტავნებაც, რომელიც უხილავია და ყველაზე ძნელად აღმოსაჩენია საკუთარ თავში. შემდეგ ხის ტანი რო შევადაროთ ჩვენ ეგოიზმს, ეგოიზმიც ესე ზოგადი ცნება არის, არ არის ესეთი კონკრეტული და თქვა რაღაცა უცებ ხელს ვერ მოკიდებ. და თუმცა უკვე ჩანს და გამოხატულია და თვალში საცემია ადამიანისთვის. ისევე როგორც ხის ტანი და შემდეგ უკვე ის წვრილი განტოტებები და ფოთლები და ნაყოფიც არის უკვე ის უამრავი პატარ-პატარა ცოდვები, რომლებიც არის ჩამონათვალში, როცა ჩვენ კითხულობთ ხოლმე ახსარების ჩამონათვალს ამბანის მიხედვით რო არის დაწყობილი ლოცვანის წიგნში, ხო? ანუ როგორც თითოეული ფოთოლი, ხო, ყველა ფოთოლი ორიგინალურია და განუმეორებელია, ხო, ისევე როგორც ყველა ადამიანი. როგორც თითოეული ფოთოლი, თითოეული ტოტი ხისა საზრდოს ერთი და იგივე ფესვებიდან იღებს და არსობრივად ერთი და იგივე რამეს წარმოადგენს, ხო, ხის ნაწილებია თითოეული მათგანი. ზუსტად ესე გახლავთ ცოდვებთან მიმართებაშიც, ანუ ცოდვა რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს და რაც არ უნდა სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს, თავისი არსით გახლავთ ერთი და იგივე. ანუ ამპარტავნებაზე ამოზრდილი ეგოიზმის განშტოება, სხვადასხვა განშტოება. და რა ხდება ამ დროს? ჩვენს ქრისტიანები ვართ, თითოეული ჩვენთაგანი, ვინც აქვს ხედვართ, ალბათ მეტნაკლებად დიდი ნაწილი მაინც ახლა ჩვენგან ეკლესიური ცხოვრებითაც ცხოვრობს და ყავს თავისი სულიერი მოძღვარი. და რაში გამოიხატება ჩვენი სულიერი ღვაწლი, ჩვენი ბრძოლა საკუთარ თავთან? ჩვენ ვებრძვით სწორედ ვნებებს, ხო? ვის რა ვნება აწუხებს? ვიღაცა თამაშობს და ოჯახს აქცევს, ვიღაცა გუშია და ამითიც თავის ოჯახს ღალატობს და ანგრევს მერე. ვიღაცა ნაყროვანია და თქვათ ზომას ვერ გებულობს ჭამაში, ვიღაცა შურიანია, ვიღაცა ანგარებიანია, ვიღაცა ვერცხლის მოყვარეა, ვიღაცა ზომაზე მეტად ქედმაღალია და სხვებს სულ თავს აჭარბებს. ანუ ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო გახლავთ სწორედ ადამიანის ის ვნებები, რომლებზეც ახლა მე თქვენ გესაუბრებ. რომლებიც წარმოადგენს ადამიანის შინაგან განსაცდელს. შიგნიდან მოსულ განსაცდელს, მოდი ესე დავარქვათ. რომელსაც
აუცილებლად ჭირდება ბრძოლა, ეს უბრძოლულად ვერ დაიძლება ვერავითარ შემთხვევაში. ძალიან დიდი შრომა და მუშაობა ჭირდება და სწორედ ამაზე ვევედრებით უფალს, რომ შევიყვანებთ ჩვენ განსასწრელს. ანუ ვთხოვთ ღმერთს, რომ რაც შეიძლება მეტად შევძლოთ ჩვენ, რომ გავუმკლავდეთ ამ ჩვენს ნებებს და რაღაცა ზედმეტმა ნებებმა აღარ შეგვაწყოს. ეს განსასწრელი, ანუ შინაგანი განსასწრელი, არის მომაკვდინებელი და დამღუპველი. აი ნახეთ რა ხელა განსხვავებაა, აი ნახავთ. როდესაც გავყოფთ შუაზე, ასე ვთქვათ და განსხვავებას დავინახავთ თქვენ, ხო? აი ამ ორ განსასწრელს შორის აღმოვაჩენთ, რომ სრულიად განსხვავებული რაღაცები. ანუ შინაგანი განსასწრელი, რომელიც ცოდვის მიერი განსასწრელია ადამიანისა, რომელიც შიგნიდან თითოეულმა ადამიანმა იცის თუ კი ის გულწრფელია და გულისხმიერად ეკიდება საკუთარ თავს, მაგრამ ის გარედან არ ჩანს, არის დამღუპველი. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანი ერთჩვენიერ დღეს არ გამოფხიზლდა, გონს არ მოეგო, თუ არ დაინახა საკუთარი დაცემულობა, თუ არ შეაწუხა ამან ყველაფერმა, თუ სინანულით არ მიმართა უფალს და თუ არ დაიწყო ბრძოლა თავისი დაცემული უნების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში დამერწმუნეთ და ამას ადასტურებს მთელი ქრისტიანული ეკლესიის და ზოგადად მთელი კაცობრიობის ისტორია, აღმოჩნდება დამღუპველი და შეიძლება იყოს დამღუპველი არა მხოლოდ პირადად ამ ადამიანისთვის, არამედ საკმაოდ დიდი წრისთვისაც ადამიანებისა, ეს უკვე ადამიანის გაქანებას გააჩინა და მის ნიჭიერებას და შემოქმედებითობას. რომ რაც უფრო ნიჭიერი ადამიანი, ზნედაცემული და უზნეო და როგორც ილია მართალი ამბობს, ზნეხასიათ გაუწოთნელი ადამიანი, შეხსენებაზე მინდა რა გთხოვ, თუ ვინმეს გასათიშიებს ტელეფონი, რომ აუცილებლად გათიშეთ რა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოქმედებს მე ეს ყველაფერზე და მაგდებს ხალხოდიდან რა. ახმა გაუთიშეთ მინიმუმ, ან საერთოდ ლიანად გათიშეთ რა. და ზნეხასიათ გაუწოთნელი ადამიანი, რაც უფრო ნიჭიერია, მით უფრო საშიშია შემდეგ უკვე საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ როგორც იგივე თავად ილია მართალი ბრძანებს, ნიჭიერი ადამიანის ყოველი საქციელი გადამდებია, კარგიც და ცუდიც. და როგორც გითხარით, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ამიტომაც არის, რომ ქრისტიანული ეკლესია და ზოგადად ეკლესია როგორც ინსტიტუცია დაწესებულია სწორედ იმისთვის, რომ ადამიანებს ხსნის გზა აჩვენოს და ეს ძალიან ისე ლამაზად და კარგად სქემატურადაც არის გამოხატული ეკლესიაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, მოძღვართან ურთიერთობით, გულწრფელი აღსარებით, საკუთარ თავთან მუშაობის, ქრისტეს სისხლთან და ხორცთან თანაზიარებით, ეკლესიური ურთიერთობებით, ლოცვით, მარხვით, საკუთარ თავზე მუშაობით, რაღაცა პირადი ღვაწლის აღებით საკუთარ თავზე, წირვა-ლოცვაზე დასწრებით, წმინდა წერილის შესწავლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა არის ახლა მეორე სახის განსასწრელი? რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეორე სახის განსასწრელი, რომელიც გარედან მოსული განსასწრელია და ამაზე ახლა კარგად შევჩერდებით ახლა ჩვენ, გახლავთ მაცხოვნებელი. არა თუ მაცხოვნებელია, არამედ ხო გითხარით თავიდანაც, რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ გულ არ არსებობდეს განსასწრელების ცეცხლიო, დედამიწის ზურგზე ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა და ვერ გადარჩებოდა. და ის სწორედ წმინდა მამები გულისხმობენ გარედან მოსულ, ანუ გარეგან განსასწრელებს. რა არის გარეგანი განსასწრელი? გარეგანი განსასწრელი გახლავთ მაგალითად ავადმყოფობა, სიღარიბე, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, გასაჭირი, შენი პირადი ფიზიკური გასაჭირი, უფულობა, ჯანმრთელობის პრობლემა, ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის ყოფითი გასაჭირები, რაც ესე უხვად და ესე მრავლად არის ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, ხო? პატიმრობა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის გარედან მოსული განსასწრელები. რატომ არის ახლა ეს ყველაფერი მაცხოვნებელი და რატომ ამბობენ წმინდა მამები, რომ არა აი ამ განსასწრელების ცეცხლი შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი ადამიანის გადარჩენა. იმიტომ შემოძვიფასებო, რომ ამ შემთხვევაში თუ კი ის პირველი განსასწრელი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ადამიანის
შინაგანი ცოდვის მიერი განსასწრებია და რომელსაც აუცილებლად მიხილვა ჭირდება და დაძლევა ჭირდება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ცხონდება, ვერ გადარჩება ადამიანი. მეორე შემთხვევაში მეორე სახის ანუ გარედან მოსული განსასწრები უკვე გახლავთ უფლის უზარმაზარი წყალობა და სიკეთე. და რატომ? ეხლა მოდი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, ნახეთ. მეორე განსასწრელი, გარედან მოსული განსასწრელი ევლინება ადამიანს იმისთვის, რომ თავისი შინაგანი განსასწრელი დაძლევს. ეხლა უფრო დავაკონკრეტოთ. მაგალითად, მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, როგორც მოდელს, როგორც სასულიერო პირს, რომლებიც ცხოვრობენ საკმაოდ წარმატებულად, არ აკლიათ არაფერი ცხოვრებაში, არც სახლი, არც კარი, არც ფული, არც კარგი სამსახური, მეგობრები, წრე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ შინაგანად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ოღონდ ისინი ამას ვერ ამჩნევენ. იმიტომ რომ ძალიან კარგად ყავს მოტყუებული ისინი ორო ძალას, ეშმაკს და იმის გამო რომ მათ გარეგნული პრობლემა არაფერი არ აწუხებთ, იმ შინაგანის დანახვა ძალიან რთულია ესეთ ფონზე, როდესაც შენ კეთილდღეობით ცხოვრ. ძალიან რთულია დაინახო შიგნით რა ხდება შენ სულში, იმიტომ რომ შენი მატერიალური ხორციელი კეთილდღეობა გიბინდავს თავიდან ბოლომდე შენს ნამდვილ შინაგან სულიერ სურათს, რაც ხარ და რასაც წარმოადგენს სინამდვილეში შენ. ვერ ხედავ შენ უკვე ამას. სწორედ ამისთვის უფალი უშვებს განსასწრებს. უშვებს. ნახეთ, მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. არსებობს ღმერთის ნება და არსებობს ღმერთის დაშვება. რა არის ღმერთის ნება? ღმერთის ნება გახლავთ ყოველი ადამიანის ცხონება და გადარჩენა. ესე ცალსახად განისაზღვრება ღმერთის ნება, ანუ ღმერთი არის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული, რომელსაც ნებავს თითოეული ჩვენთაგანის გადარჩენა. რა არის ღმერთის დაშვება? ნახეთ, იმის გამო რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ადამიანი სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არ ირჩევს იმას, რაც მისი სულისთვის საცხონებელია და რაც მისთვის საკეთილდღეოა, არადისობის თვალსაზრისით, ხო? თავისი უტვინობით, თავისი მოხიბლულობით, თავისი ამპარტავნებით ვერ აკეთებს სწორ არჩევანს. და მიედინება მისი ცხოვრება უბსკრულისაკენ, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდება ამას. და ესე ღიღინით მიყავს ეშმაკს უბსკრულისკენ, ხო? აი ესეთ შემთხვევაში ერთვება საქმეში ღმერთის დაშვება. აი ეს ღმერთის დაშვება გახლავთ სწორედ გარედან მოსული განსაცდელი, რომელიც გახლავთ უაღრესად მადლმოსილი და უაღრესად აუცილებელი ადამიანის გადარჩენის საქმეში. და რა ხდება კონკრეტულად? მაგალითად, ადამიანს დაემართება რაღაცა დაავადება. და ამ დაავადების შედეგად ის დაფიქრდება, რომ თურმე არც ისეთი უკვდავი ყოფილა, არც ისეთი ყოვლისშემძლე ყოფილა, როგორიც ეგონა. და თურმე რაღაცა ჭირს, ანუ ნახეთ რა არის განსასწრელის მიზანი, გარედან მოსული, ღვთისაგან დაშვებული განსასწრელის მიზანი. რომ ადამიანი გამოაფხიზლოს და აფიქროს, რომ უბსკრულისკენ მიექანები, სიკვდილისკენ მიექანები, არარაობისკენ მიექანები, ცოდო ხარ, ეუბნება ღმერთი. შენ არ ყოფნის გონიერება იმისთვის, რომ შენით გამოფხიზლდე და ამიტომ მოდი მე დაგანახებ შენ. და რას აჩვენებს ღმერთი ადამიანს? აჩვენებს საკუთარ უძლურებას. აჩვენებს, რომ ჩემს გარეშე შენ არაფერი არ შეგიძლია. შენ რო სუნთქავ, შენ რო მოძრაობ, შენ რო დადიხარ და არ იქცევი და კოორდინაცია შეგიძლია რომ დაიცვა საკუთარი თავის. შენ რომ ლამაზი ხარ და სიმპათიური ხარ, ნიჭიერი ხარ, გაქვს სახლი, კარი, ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, სამსახური, საყვარელი საქმიანობა, ეს ყველაფერი ჩემი წყალობა და ჩემი დამსახურება, ამით გეუბნება უკვე. შენ ეს არ გახსოვს. შენ გავხარ ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს, ძალიან მიყვარს ხოლმე ეს შედარება რომ მოვიყვანო. ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს, რომელიც თulis და ფიქრობს, რომ გადასარევად იგრძნობს თავს, კარგად შეუძლია ეგრძნოს თავი ხის გარეშეც და შეუძლია ხის გარეშეც იცოცხლოს და იარსებოს. ეს არის წარმოუდგენელი. თქვენ ხომ კარგად იცით, ეხა ფოთლის მაგალითს ეხო გადასარევად ხვდები თითოეული თქვენთაგანი, რომ ფოთოლი რომელიც მოწყდება ხეს, ის ვეღარ ცოცხლობს, ანუ სიცოცხლის წყარო, რომელზეც ის იყო მიერთებული, ვეღარ ყვებავს მას. და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც მასში იყო აკუმულირებული, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იშრიტება და
და ყველამ კარგად ვიცით, რაც ემართება ფოთოლს, ხო, თავიდან კი არის მწვანე, ხორციანი, ელასტიური, ტენიანობაც არის შიგნით და რაღაც პერიოდში ამ ფოთოლს, მოტყუებულ ფოთოლს გონია, რა თქმა უნდა, მე ალეგორიულად ვამბობ, ხა ფოთოლს არაფერი არ გონია, ადამიანს გულისხმობ. გონია, რომ რა კაი ყოფილა, კაცო, ამ ხის გარეშე რომ ვიყავი მიწებებული ერთ ადგილზეო და ვერ ვიძროდი იმ ადგილიდანო. აი, რა კაია, სადაც ხარი დამიპირავს, იქით გადავფრინდები, რასაც ვინაირს გავაკეთებ, გავამარჯოს თავისუფლებას. ესე გონია საწყალ მოტყუებულ ფოთოლს. შვენივრად ვარ ცოცხალი იმ ხის გარეშეც. ჩაკარგული ვიყავი იმდენ ფოთლებშიო, უამრავ ფოთოლშიო, ეხლა უკვე ჩანვარო, ყველა მხედავსო მეო. მაგრამ ნახეთ მე რა ხდება? ეს ყველაფერი მართალია. აი ნახეთ ეშმაკი როგორ მოქმედებს. ეშმაკი თავის ტყუილს ყოველთვის სიმართლეში ფუთავს და ისე აწვდის შემდეგ უკვე ადამიანს. რა არის სიმართლე ამ შემთხვევაში? სიმართლე ის არის, რომ ის მართლაც გათავისუფლდა ერთი მხრივ. მართლაც შეუძლია თავისუფლად იფარფათოს აქეთ-იქით. და მართლაც არის მასში ჯერ ის სასიცოცხლო ენერგიები, რომელიც მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია. მაგრამ აი ტყუილი სწორედ რა შემდგომარეობს, ნახეთ. მას ავიწყებს ეშმაკი, რომ ის სიცოცხლე, რომელიც მასშია, მისი დამსახურება კი არ არის. მას თავისით კი არ მოუპოვებია ეს. მიიღო მან გარედან. ისევე როგორც აი სხვა შედარებაც მომყავს ხოლმე ტელეფონი რო ავიღოთ მაგალითად, ხო? რომელიც შეიძლება ახლა ბოლომდე იყოს დატენილი, ხო? და ამ ტელეფონს რო ეგონოს, რომ თავისუფლად შეუძლია იარსებოს დამტენის გარეშე და ვთქვათ იმ წყაროს გარეშე, რომლიდანაც ის იღებს მე აი ამ მისთვის აუცილებელ სასიცოცხლო ენერგიას, ხო? გან არ იქნება მოტყუებული ეს ტელეფონი? რო ეგონოს, რომ ეხლა რო ჩათვალოს, რომ საერთოდ არაფერში არ ჭირდება დამტენიო. სრულიად საკმარისია ჩემში ის ენერგია, რაც არისო, რომ ყველანაირი ფუნქცია შევასრულო. ნახეთ, სიმართლე ამაში მდგომარეობს, რომ მაშინ მართლაც არის ეს ენერგია. და მართლაც შეუძლია აბსოლუტურად ყველა ფუნქცია შეასრულოს, რომელიც ჩადებულია მისი შემქმნელის მიერ. მაგრამ როდემდე ეს ხომ არ არის ამოუწურავი მასში და ის ხო აუცილებლად ერთჩვენიერ დღეს ამოიწურება. და მე თუ არ შეუერთდა ისევ იმ სიცოცხლის წყაროს, საიდანაც აქვს მიღებული მასის სასიცოცხლო ენერგიები, აბსოლუტურად გამოუსადეგარ ნივთად გადაიქცევა, მოკვდება. ჩემო ძვირფასებო, სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის მთელი უბედურებაც, რომ ადამიანს ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში ავიწყდება, რომ სიცოცხლის წყარო მასში არის უფალი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი გიფიქრიათ ადამიანის გულზე. მე მყავს მეგობარი, რომელიც გახლავთ კარდიოქირურგი და ამასთან ერთად ანესთეზიოლოგი. და გულის ოპერაციები, როდესაც კეთდება ხოლმე, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ანესთეზიოლოგი, რომელიც აი ღია ოპერაციები რო კეთდება გული რო ამოაქვთ და ზედ რო აკეთებენ ჭრას და მოკლედ მთელი ავიც ქირურგიას რო აკეთებენ და ადამიანს რო ხელოვნურად ასუნთქებენ, აი ამის ყველაფრის პასუხისმგებელია ჩემი მეგობარი. და ამ ბოლო დროს შევხვდით ერთმანეთს დიდი ხანი არ გვინახავს, ერთმანეთი ერთად ხვდებით ჩვენ წლების წინ და ვისაუბრეთ. და მითხრა, მეთქი შევეკითხე, მეთქი ხა რწმენაში როგორ ახარ, მეთქი რას ლაპარაკობ, მე რო რწმენაში არ ვიყო, როგორ შეიძლება მითხრა, ძალიან ჭკვიანი ბიჭი. და ძალიან გამეხარდა, რომ ეს საღადას სწორად აზროვნებს რა. როგორ შეიძლება წარმოუდგენელია თუ ადამიანს ცოტა მაინც აზროვნება შეიძლება და იმ საქმეში ხარ, რასაც მე ვაკეთებო და გულთან აკ შეხებაო, როგორ შეიძლება რომ უწმუნო იყო. და საოცარი რაღაცა მითხრა, როდესაც გულს ვიღებ თუ ადამიანისაგან. ის გული ხო ჩერდება. იმიტომ რომ ის ხო კუნთია. და მასზე წარმოიდგინეთ ქირურგიული ინსტრუმენტებით манипуლირებენ. ჭრიან, კერავენ, რაღაცას ჩაამატებენ, რაღაცას ამოიღებენ, თუ რამე დაზიანებულია იქ, საქველი იქნება თუ რაღაცა ხელოვნურ დეტალს შეიტანენ მასში, ხელოვნური დეტალი შეაქვთ მასში წარმოიდგინეთ, რაღაცა ბუნებრივს კვეთავენ, რაღაცა ხელოვნური შეაქვთ, აი საქველი, რაღაცა. რა დონის ჩარევა ხდება, წარმოიდგინეთ, ერთი შეხედვით რაღაცა ხორცის ნაჭერში, ხო? კუნთია რაღაც. და ამ დროს ადამიანი შეერთებული არის რაღაცა აპარატებზე, რაღაც აპარატურაზე, რომელიც უზრუნველყოფს
სიცოცხლის პროცესებს, ანუ რასაც აი ეს გული აკეთებს, აი ამ გულის მუშაობას სulis რაღაცა უზარმაზარი აპარატურა. იმისთვის რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს. და შემდეგ როდესაც დავასრულებთ ხოლმე ამ ოპერაციასო და რომ ჩავდგავთო ისევ ამ გულსო და რომ შევაერთებთო, ხომ და გათიშო მე ის აპარატი, ხო? აი სანამ აპარატს გათიშავენ, თორემ აი ყოფილა ყველაზე საინტერესო მომენტი. ხალხო დაუფიქრდით უბრალოდ რა ხდება. გული, კუნთი, რაღაცა ხორცის ნაჭერი, რომელიც ფეთქავდა, მუშაობდა, გაჩერებულია საათების განმავლობაში და მასზე ქირურგიულად მანიპულირებენ. ჩადგამენ, შეერთებენ იმ ძარღვებზე და გული იწყებს ისევ მუშაობას. ტვინი აქვს გულს. აი საიდან, აი არ დაფიქრებულ ხართ აი ამაზე ვისაუბრეთ სწორედ. და ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ აი რაღაცა ეს ისეთი აი კუდებით და ცოცხლებით ხოლმე ექიმებიო რა, ხა წარმოვიდგინე ხარ ამ ხელა რამეს ეხებია. ადამიანის სიცოცხლესთან აქვს საქმე. და ესე ხანდახან ზოგიერთი რაღაც გაზარმაცებულია ხოლმე, გული ესე სუბკად წავარტყავთ ხოლმე ხელს უცებ თუ არ ამუშავდაო რა და მე იწყებს ესე ფეთქვასო და ეს ისეთი მომენტიაო. აი ვერ წარმოიდგენ თუ აი შენ თუ ექიმი არ ხარ და კარდიოქირურგი არ ხარ, აი მას ვერ მიხვდები ეს რა არის. და რამხელა ემოცია და რამხელა ადრენალინიაო ჩვენთვისო ექიმებისთვის. გულიო ცალკე სახელმწიფოა, ცალკე სამყაროა, როგორ შეიძლება გულთან შეხება კონდესო და ვერ მიხვდე ადამიანი რომ ღმერთი არსებობს. აი თქვენ თუ დაფიქრდით ხა, აი რაზე ესა, რაღაც მარტო აი გულიდან რო ვისაუბროთ, ხა მეტი სხვას რა არ შეეხო. გული რაღაცა კუნთი, რაღაცა ხორცის ნაჭერი, რომელსაც არავინ არ გულის, ანუ ეს ხო რაღაცა ესეთი მექანიზმი არ არის, ხო თქვა აი დღემდე მუშაობენ ადამიანები, რომ შექმნან რაღაცა ესეთი მექანიზმი, რომელიც მუდმივად იმუშავებს. მეცნიერებაში ამას ეძახიან perpetuum mobilis, ანუ რაღაცა, რომელიც მუდმივად მუშაობს, ხო? თვითონ, თავისით. ისე რომ არ ჭირდება არანაირი საწვავი გარეთ. ესეთი perpetuum mobile გული არის, რომელიც მუდმივად მუშაობს. და მუდმივად ახდენს ადამიანის ორგანიზმში, მის სისხლძარღვებში აი ამ სისხლის ცირკულირებას. და შემდეგ უკვე მთელი ამ პროცესებს განაგებს უკვე ტვინი. მაგრამ იმისთვის რომ ტვინმა იფუნქციონიროს, აუცილებელია უპირველეს ყოვლისა რომ გულმა იმუშაოს და აი ამ სისხლის მოძრაობა განახორციელოს სისხლძარღვებში. ვინმე ზეთს უცვლის, ბენზინს უსხავს, ქოქავს, აი რა, ვინ რას უკეთებს გულს? ეს გული თვითონ თან იცის რა ტემპით უნდა ფეთქავდეს, რა დოზის სისხლს უნდა გადაისროდეს აი ამ როგორ ხდება ეს ხოლმე, ნუ თუ ამაზე არ გიფიქრეთ. თუ არ გიფიქრეთ, ეხლა დაფიქრეთ. ღვთისაგან არის ეს ყველაფერი. და ის რატო გეუბნებით ამას ყველაფერს ჩემი ძვირფასებრო, უნდა დაფიქრდეს ადამიანი იმაზე, რომ რაც კი გააჩნია მას. სიცოცხლე უპირველეს ყოვლისა ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ეს ღვთისაა. ეს ღვთის უზარმაზარი წყალობა ადამიანისთვის. და ადამიანი, რომელსაც ეს ავიწყდება, როგორც გითხარით უკვე და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ემსგავსება სწორედ აი ამ სულელ ფოთოლს, რომელსაც გონია, რომ ხის გარეშე შეუძლია რომ იარსებოს. და დროთა განმავლობაში მე ის საცოცხლო ენერგიები მასში იშრიტება, ნელ-ნელა ხმება, ჭკნება, ხდება ყავისფერი, გაუხეშდება, მე რაღაცა დააბიჯებს ფერს და ქარი გაფამტავს 1000 ნაწილი. აი ეს არის სიცოცხლისაგან მოწყვეტის საბოლოო შედეგი. უბრუნდება იმ არარაობას, რა არარაობისაგანაც იყო მოღებული. ეს ემართება ყოველ ადამიანს, ჩემო კეთილო ხალხო. ყოველ ადამიანს ეს ემართება. იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანი ერთჩვენიერ დღეს არ დაფიქრდა და არ გაიაზრა თავისი არსი, თუ არ გაიაზრა რომ ის ქმნილებაა და შეუძლებელია ქმნილება შემოქმედის გარეშე არსებობდეს. და კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას ახლა. ნახეთ, რას აკეთებს გარეგანი განსასწრელი. გარედან უსული განსასწრელი. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე სასულიერო პირი გახლავართ და ჩემი თავარი შეხება ადამიანებთან სწორედ განსასწრელისეულია და მე გეტყვით პირდაპირ რომ 99% და კიდევ მეტი პროცენტი
ადამიანებისა ეკლესიაში მოდის სწორედ განსაცდელის გზით. მე საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლი მყავს ღმერთის წყალობით და აქედან სულ 3 ადამიანი მყავს მრევლში, რომლებმაც მითხრეს, რომ ჩავეძიე და ჩავეკითხე, რომ აი მიზეზი მაინტერესებდა ხო, რისთვის მოვიდა ეკლესიაში. რომ იმისთვის მოვედითო მამაო, რომ შევეკითხე, ყველაფერი კარგადაა, თავიდანვე დაალაგებულია, აწყობილი. რატო მოხვედი მეთქი და მადლობა მინდა გადაუხადო ღმერთს. ყველაფერი რო კარგად მაქვს. ხოდა ისე მიყვარს ეს ადამიანები რომ რა გითხრათ, რა თვალის ჩინივით უფრთხილდები. ძალიან იშვიათია რომ ადამიანს ღმერთი გაახსენდეს იმ დროს, როცა კარგად არის. და ყველაფერი დაალაგებული აქვს და გაახსენდეს რომ მას ეს ყველაფერი ღვთისაგან აქვს და მადლიერება გაუჩნდეს უფლის მიმართ. რომ მადლობა ღმერთო, რომ ესე კარგად ვარ. ადამიანის უმადლობა საზღვარი არ აქვს, მაგრამ აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ამპარტავნების შედეგია. იმიტომ რომ ამპარტავნება ატყუებს ადამიანს და გონია რომ ესეც უნდა იყოს, რატომაც არა. მაგრამ აბა გაუჭირდეს, გაუჭირდება თუ არა, განსაცდელი ეწევა თუ არა, ახლობელი გაუხდება თუ არა, ავა, თვითონ გახდება თუ არა, ავა, სამსახურს დაკარგავს თუ არა, რაღაცა, ანუ აი რაღაცა შეჭირვება დაემართება თუ არა, მაშინვე ახსენდება რომ თურმე ღმერთი არსებობს. ოღონდ ესეც როდის იცით, როდესაც თავის რესურსს ამოწურავს ბოლომდე. აი თავის ადამიანურ რესურსს ჭერ თვითონ იწვალებს, იჩალიჩებს, აბა რაღაცა გააკეთოს, მიდგება, მოდგება, მაგრამ აი რო არაფერი აღარ გამოუვა, მერე უკვე ღმერთს მიმართავს. მე ახსენდება ღმერთი, იცით რატო? იმიტომ რომ ინტუიციურად ყველა ადამიანმა იცის ღმერთი რო არსებობს. ყველაზე ურწმუნო და ათეისტი ადამიანიც კი გაჭირვების დროს ღმერთო მიშველეს იძახის. ინსტინქტი. შეიძლება არც იცის ის ღმერთი ვინ არის და ვერცნობს, მაგრამ იცის რომ არის. და იცის რომ შეუძლია რომ დაეხმაროს. და მიმართავს, ამოუშვებს გულიდან რომ ღმერთო მიშველი. აი ამ ღმერთო მიშველესთვის ეშვება სწორედ გარეგანი განსაცდელი. და ნახეთ რა ხდება. გარეგანი განსაცდელი, ღვთისაგან დაშვებული განსაცდელი, ადამიანს ამდაბლებს ჩემოძვიფასება. და მიზანი განსაცდელისა სწორედ ეს გახლავთ, რომ ადამიანი დამდაბლდეს. რას ნიშნავს დამდაბლება? დამდაბლება ნიშნავს საკუთარი თავის რეალურად დანახვას. დანახვას იმისას, რომ ღმერთის გარეშე შენ მართლა არაფერს არ წარმოადგენ. მართლა თიხის ნაჭერი ხარ. ლამაზად მოძელილი. ისიც ღმერთისაგან. მეტი არაფერი. ღმერთის გარეშე არარაობა ხარ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ წმინდა მამებისაგან, ბიბლიური პერსონაჟებისაგან. ყველაზე საუკეთესო მაგალითი ალბათ მართალი იობი გახლავთ, რომელიც უმრავლესობა თქვენთაგანს გსმენიათ მაინც თუ არ წაგიკითხავთ მისი ცხოვრება, ხო? ბიბლიის ერთ-ერთი წიგნთაგანი გახლავთ იობის წიგნი, რომელიც შემთხვევით არ არის შესული ბიბლიის წიგნებში. მით უმეტეს რომ იობი იუდეული არ გახლავთ, ებრაელი არ გახლავთ, მაგრამ მაინც არის შეტანილი ბიბლიის წიგნებში. რატომ იცით? იმიტომ რომ მართალი და მრავალბნებული იობი, ესე ეწოდება მას. ვინ იყო იობი? იობი იყო ადამიანი, უაღრესად კეთილშობილი, მინდა გითხრათ. და ძალიან წარმატებული. თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი. ღვთის მოშიში, მოწყალე, მოსიყვარულე, ყავდა 10 შვილი, მეუღლე, მეგობრები, უამრავი მონა, უამრავი საქონელი, აკლემები, ცხვარძროხა, მიწები, სადაც ის მოსავალს იღებდა და გიმახვილებთ ყურადღებას ყველაზე მთავარზე, მოწყალე იყო, კეთილი იყო. ანუ რატო გეუბნებით ამას, იცით, რომ აი მიზეზზე რომ მივიდეთ, მე რა ხდება? ანუ ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ მხოლოდ ადამიანის სოდვა არის თქვათ ამ განსაცდელის მიზეზი. ესე არ არის. მთლიანობაში ესეა, საბოლოო ჯამში მაინც აქ მივდივართ. მაგრამ ესე გარეგნულად გამოხატული სოდვა შეიძლება სულაც არ იყოს განსაცდელის მიზეზი. აგერ იობის შემთხვევაში, მაგალითად, იობი თითით საჩვენებელი ადამიანი იყო, თავის სიკეთით, თავის ქველმოქმედებით, თავის მოწყალებით. მონებიც კი როგორც ბატონები ისე ცხოვრობდნენ იობის სახლში.
და მამასავით უყვარდათ იობი. და რა ხდება, ნახეთ, საოცარი რამე ხდება. უზარმაზარი განსაცდელი ეშვება იობის თავს. ბიბლიაში ესე არის აღწერილი, რომ ეშმაკი მიდის უფალთან და ეუბნება, რომ აი ეს შენი სახური იობიო, ესე რომ გიყვარსო შენო და ესე კეთილად რომ გამსახურებაო, რატომ არისო, იცი ეგრეო, იმიტომ რომ ყველაფერი მიეციო შენო მასო. აბა წაართვიო თუ იქნებაო ისევ ესეთი მადლიერიო შენიო. და უფალი უშვებს, ეუბნება ეშმაკს, კი ბატონო, წაართვი რაც გინდა. ყველაფერი წაართვი, მხოლოდ მის სულს ნუ შეეხები. სულზე შეხების უფლებას არ მოცე. დანარჩენი ყველაფერი წაართვი რაც გინდა. და ნახავ და დარწმუნდები, რომ ის მაინც ჩემი ერთგული დარჩება. ესე წერია ბიბლიაში. ხა ეს როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ? რეალურად რა მოხდა, ნახეთ? რეალურად იობის თავში ხდება თვითონ ეს ყველაფერი. მის გონებაში მიდის ეს ბრძოლა. მას თავად აინტერესებს, რომ მე იმიტომ ხომ არა ვარ ღმერთის ესეთი ერთგული, რომ ეს ყველაფერი გამაჩნია ღვთისაგან ნაბოძები. ეს ყველაფერი რო არ მქონდეს მე მაინც ესეთი ერთგული ვიქნებოდი, მაინც ესეთი მოსიყვარული ვიქნებოდი ღვთისა. ეს მას აინტერესებს თვითონ. და იმისთვის რომ იობი გაიზარდოს სულიერად, უფალი უშვებს მასზე ამ განსაცდელს. ერთმევა აბსოლუტურად ყველაფერი. ეხოცება სხვა ძროხა, აკლემები. რაღაცა პარაზიტები მოსპობენ აბსოლუტურად მთელ მოსავალს. მონები ეხოცება აბსოლუტურად ყველა ჭირისაგან. მიწისძვრის შედეგად ენგრევა სახლი, ერთ-ერთი ერთად ყოფნის და როცა მთელი ოჯახი ერთად არის. და აბსოლუტურად ყველა შვილი ეხოცება 10-ო. და ნანგრევებიდან გამოყავს მე ეს თავისი დახოცილი შვილები. ერთადერთი, ვინც გადაურჩება არის მეუღლე და მასთან მიდის 3 მისი მეგობარი პერიოდულ. ამასთან ერთად დაემართება კეთრი. კეთრი, რომელიც იმ დროისთვის უკურნებელი დაავადება იყო. ეს იყო საშინელზე საშინელი დაავადება, როდესაც ადამიანი ცოცხლად ლპებოდა და ეს ლპობა იწყებოდა გარედან, კანიდან. კანი წულდებოდა, ჩირკდებოდა და დროთა განმავლობაში მთელი ადამიანის სხეული ცოცხლად ლპებოდა და ყვდებოდა. და თანაც გადამდები. სარეცელზე წერს იობი. ეს მისი მეგობრები მიდიან და მაღალფარდოვანი სიტყვებით ჭკუას ასწავლიან, ზოგი იმას ეუბნება, ზოგი ამას ეუბნება. და ისურებენ, მოკლედ რო გითხრათ. რაც შეეხება მეუღლეს. მეუღლე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა ცდილობდეს, რომ ესე დროს მის გვერდზე იყოს, გაამხნევოს სულიერად, გააძლიეროს, ეუბნება, რომ ნახე შენმა ღმერთმა რა დღეში ჩაგაგდო. და მოუწოდებს მას ღმერთის დაგმობისკენ. და იობი რას ეუბნება, იცი? იობი ეუბნება ესეთ საოცარ სიტყვებს. მეო ღმერთის სუნთქვას უჩებს ნესტოებშიც კი ბრძნობ. როგორ შემიძლია რომ დავგმო? შიშველი მოვედი ამ ქვეყანაზეო და შიშველი ჩავალ მიწაში. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვისო. ყველაფერი რაც ქონდა ღმერთის მოცემული იყო, ღმერთმა ინებაო და წამართვა. მისი ნება იყო მოცემაცო, მისი ნებაც იყო წართმევაცო. მე ღმერთს არასოდეს არ დავგმობ და ვერასოდეს ვერ დავგმობ. და ბოლოს ისე ბიბლიაში როგორც წერია, უფალი ეუბნება ეშმაკს, ეხლა ხო დარწმუნდიო, რომ იმ მატერიალურ კეთილდღეობაზე არ ყოფილა დამოკიდებული იობის კეთილგანწყობა ჩემს მიმართ. და კვლავ აღუდგენს მას ყველაფერს. იმის შემდეგ იობმა იცოცხლა კიდევ 100 წელი თუ 120 ზუსტად აღარ მახსოვს. კვლავ აჩუქა ღმერთმა შვილები, კვლავ დაუბრუნდა ჯანმრთელობა, კვლავ აღუდგინა ყველაფერი და საოცარია იობის ბოლოს სიტყვები, რა საქმეს ის. აი იმ ყველაფრის მერე, როდესაც კვლავ აღუდგება ყველაფერი. უფალს მიმართავს და ეუბნება, ღმერთო, აქამდე შორიდან ყურმოყრით მსმენოდა შენზე. ეხლა კი გიცნობ. რა მოხდა, ნახეთ? განსაცდელმა, რომელიც იობის თავს დაეშვა. და ამ განსაცდელის ღირსეულად გადალახვა ამ სიტყვას ხას უსმენ ამ შემთხვევაში. და დაუკავშირებ მე ჩვენ ცხოვრებას.
იობი გაცილებით მაღალ სულიერ საფეხურზე აიყვანა, ვიდრე მანამდე იყო, განსასწრებამდე. ესე ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. განსასწრელი, რომელიც გარედან ეშვება ერთადერთი მიზნით, რომ ადამიანი დამდაბლდეს. ალბათ გსმენიათ ის ისტორია, რაც შეემთხვა დავით წინასწარმეტყველს, დავით მეფეს, ხო? ეხლა აღარ მინდა ესე დეტალურად მოვყვე, იმიტომ რომ ძალიან შორს დავავალ და ძალიან გაგრძელდება საუბარი. დავით წინასწარმეტყველს, მეფსალმუნეს, ბავშვობიდან გამორჩეულს, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ესეთი კაცი მე არ მინახავსო. უფალი ამბობს. ისრაელის გამორჩეულ მეფეს, ფსალმუნების ავტორს 30 საუკუნის წინათ რომ დაწერა ფსალმუნები, იმ ფსალმუნებით სარგებლობ დღესაც ჩვენ და ამ ფსალმუნებზე არის დამყარებული ეკლესიური ღვთისმსახურების დაახლოებით 70%. და ფსალმუნები ეს წიგნი, რომელზეც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ესრედ არაფერი დააფრთხობს ეშმაკთაო, ვით არ ფსალმუნთა კითხვა. ყველაზე მეტად ფსალმუნების კითხვა აფრთხობს ეშმაკსო და იმის ეშინია ყველაზე მეტად. ესეთი დავით წინასწარმეტყველიც კი, რომელსაც ხურში სულიწმინდა ელაპარაკებოდა, თავისი უბრალოები და თავის სიმდაბლით რო იყო გამორჩეული და იმიტომ გამოარჩია უფალმა იესეს დანარჩენი შვილებისაგან, ყველაზე უმცროსი შვილი, წემსი. ეგრე არ ვარგა ჩემო კარგო, კიდე დაგირეკავს. ან ხმა გაუთიში, ან გამორთე. და თუ რაღაცა უფრო აუცილებელი საქმე გაქვს, ძალიან ვთხოვთ რა მაშინ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისონანსი წოს რა. და რა ხდება, ნახეთ? ესეთ თავდაბალ დავითს ღმერთი რამხელა განსაცდელს უშვებს. საშინელ ცოდვას ჩაიგებს, კიდეც იმრუშებს და კაცსაც მოკლავს. თან მოკლავს ძალიან ვერაგულად და ძალიან საშინელად. უკეთილშობილეს ადამიანს და უვაშკაცეს კაცს. ამ ქალის ქმარს. რომ თავისი ამ ქალთან ყოფობა გაემართლებინა, იმიტომ რომ როგორც ქვრივის ცოლად მოყვანა უკვე შეეძლო. და ქმრიან ქალთან ურთიერთობა მას ძალიან დიდ უჯულებლად ეთვლებოდა. და ამიტომ ვერაგულად მოიშორა. კიდევ ერთხელ გეუბნები, ძალიან საინტერესო ისტორია, უბრალოდ დაწვრილებით აღარ გიყვება. უსაშინელესი ცოდა დაემართა. უმძიმესი და უსაშინელესი. მაგრამ ნახეთ რატო ღმერთს რა უნდოდა რომ დავითს ტკენოდა? არა ჩემო ძვირფასებო. მაგრამ ღმერთი იძულებული გახდა რომ დავითი თავის ნებაზე მიეშვა. და განსაცდელი სწორედ ეს არის ხოლმე. ზოგს გონია მაგალითად რომ ღმერთს შეყავს ადამიანი განსაცდელში. ეს ძალიან დიდი სტომილებაა და მინდა რომ იცოდეთ სწორად როგორ არის. ღმერთს კი არ შეყავს ადამიანი განსაცდელში. განსაცდელში შეყავს ადამიანი თავის უკუღმარ ცხოვრებას, თავის არასწორ არჩევას. ღმერთი რას აკეთებს, იცი უბრალოდ? ნებაზე გიშვებს. შენ რო შენით გონს ვერ მოდიხარ, მიგიშვებს ნებაზე რა, აჰა, მიდი. და ნახავს ადამდე მიყვალ, მაგ შენი არასწორი არჩევანი და იქნებ მაგან გამოგაფრიზლოს მე. აი ეს მოხდა სწორედ დავითის შემთხვევაში. იმიტომ რომ დავითს რაღაც მომენტში გაექცა თავდაბლობის სადავეები ხელიდან. გამახდა, განლაღდა, განპარტავდა. დავითი ხალხო ფსალმუნების ავტორი. და ღმერთი იძულებული გახდა, რომ მიეშვა თავის ნებაზე, რომ აი ესეთ საშინელ ცოდებში ჩავარდნილიყო. რატომ? იმისთვის, რაც შემდეგ მოხდა. როდესაც მიდის მერე მასთან ნათან ბრძენი და ამხელს მას იგავით. გამოფხიზლდება მაშინვე დავითი. გამოფხიზლდება. საშინელ სინანულში ჩავარდება, იწყებს ტირილს. ჩამოეხსნება თითქოს თვალებიდან ის რაღაცა ბინდი და ლიბრი, რომელიც მის რაღაც თვითკმაყოფილებას და ამპარტავნებას გადაკრული ქონდა მასზე. და გაცოცხლდება დავითი თავით. დავითი იღუპებოდა რომ არა ეს განსაცდელი. ამის შემდეგ წერს ის
50 ფსალმოს მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა აი ამ ცოდვას მიუძღვნა მან ამის შემდეგ დაწერა მატლ ვარ და არა კაცო ვინ ამბობს ამას წარმოიდგინეთ დავით მეფე დავით წინასწარმეტყველი ჩვენი მეფეები რო ამაყობდნენ მისი წარმომავლობით დავითიანი რო ერქვა ქართულ დროშას ეს დავით აღმაშენებელი კი არ იგულისხმება დავით მეფე წინასწარმეტყველი იგულისხმება ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობად ითვლებოდნენ ამითი ამაყობდნენ ესეთი მეფე ამბობს რომ მატლი ვარო და არა კაცი სწორედ მას მიბაძა შემდგომ უკვე დავით აღმაშენებელმა ჩვენმა დიდმა და სათაყვანებელმა მეფემ როდესაც გალობანი სინანულისანი დაწერა ყოველი კაცი სრულ არისო ამბობს და რას ამბობს უფალო დავით წინასწარმეტყველი რა სიამოვნებსო ღმერთსო რასთან ნდესო უფალსაო გული შემოსვლილი და დამდაბლებული ნახეთ რა ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი რა ყოფილა გამსაზღვრელი და გადამრჩენელი ადამიანისათვის ჩემო კეთილ ხალხო შემოსვლილება გულისა ეხლა ეს ცოტა ზოგადი სიტყვა აგიხსნით თანამედროვე ქართულით რას ნიშნავს როდესაც ადამიანი საკუთარ უღირსებას განიცდი და გრძნო როდესაც იცი შენი რეალური სახე როდესაც იცი რომ ცოდვილი ხარ როდესაც იცი რომ არაფერი არ ახარ ღმერთის გარეშე პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენეთ რას ამბობს იესო ქრისტე მოვიდა ცოდვილთა ცხოვნებად რომელთაგან პირველი მე ვარო ამას როდის ამბობს იცით პავლე მოციქული როცა უკვე პავლე მოციქულია მაგრამ რატო იმიტომ რომ ახსოვს თავისი წარსული ახსოვს რომ ქრისტიანებს დევნიდა ახსოვს რომ თვითონ იყო დირიჟორი როცა სტეფანე პირველ მოწამეს ქოლავდნენ მის ფერხთით ყრიდნენ ის ადამიანები ტანსაცმელს ახსოვს ეს ყველაფერი კარგად ახსოვს საიდან გამოიყვანა ის ღმერთმა და სიტყვის მასალად კი არ ამბობს და კი არ კეკლუცობს ჩვენთან როცა ამბობს რომ ცუდულთაგან პირველი მე ვარო არა მას მართლა ესეთი განცდა აქვს რეალურად მართლა ფიქრობს რომ ყველაზე საშინელი ადამიანია და ყველაზე ქრისტე მის გადასარჩენად მოვიდა პირველ რიგში და მერე დანარჩენების რომ მას ყველაზე მეტად ჭირდებოდა ცხონება და გადარჩენა ღვთისაგან იგივეს ამბობენ წმინდა მამები ალბათ წაგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს ვიც ეკლესიური ბრძანდებით და ვიც მაზიარებელი ბრძანდებით ზიარების წინა ლოცვები ბასილი დიდის დაწერილი გრიგოლ ნოსელის სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის იოანე ოქროპირის თუ რას წერენ ისინი როგორ განიცდიან საკუთარ ცოდვებს და როგორ ამბობენ რომ ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ მე ვიცით რომ კაი ხანე მეგონა სანამ მე თვითონაც გამინათდებოდა თავში რაღაცეები მე მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ამპარტავნებიდან გამომიყვანა ღმერთმა და ძალიან დიდი ხიბლიდან ამიტომ მე ეს ყველაფერი ჩემი თვიცი შიგნიდან ვიცი რაღაცა მოყოლილს და გაგონილს კი არ გეუბნები მე ეს ჩემი განცდილი ვიცი ეს ყველაფერი რა და აი მაშინ იმ პერიოდში როცა მეც სამპარტავნების მწვერვალს ვეთამაშებოდი მართლა ვერ წარმომედგინა და მე ვთვლიდი და მეგონა რომ წმინდა მამებმა ეს უბრალოდ ჩვენთვის დაწერეს რომ რაღაცა თამდაბლობის მაგალითი მოგცეს აი როგორ უნდა ვთვლიდეთ ჩვენ როგორ უნდა ვლოცულობდეთ ჩვენ ესე მეგონა თორე მეთქი ხა ისინი წმინდანები იყვნენ კაცო ხა ისინი როგორ შეიძლება ესე ცოდვილები არა ჩემუზიფასე არ არის ესე იცოდეთ რომ ისინი რასაც წერენ იმ ლოცვებში მზიარების წინა ლოცვებში ჩვენთვის კი არ დაწერეს იმად არც დაესიზღვრებოდათ რომ 21 საუკუნეში მამასაბა აიღებდა ამ ლოცვანსაც წაიკითხავდა ან ნებისმიერი ჩვენთაგან ეს მათი გულის ამოძახილი იყო კი სამაგალითოდ და სამოძღვრებელად დაწერეს მათ იმიტომაც მისცეს წერილობითი სახე სხვებსაც მაგრამ ეს მათი შინაგანი განცდა იყო და ისინი ბოლომდე გულწრფელნი არიან იმ განცდებში იმ თითოეულ სიტყვაში როდესაც ამბობენ რომ ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ მე და იცით რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო მეტად შემოდის შენში უფლის მადლისეული სინათლე, მით უფრო ნათლად ხედავს საკუთარ ცოდვებს. სულ უმცირესაც კი.
აი როგორც ესეთი შედარება მომყავს ხოლმე მე სრულიად დახურულ ოთახში დარაბებიც რო დაკეტილი აქვს რომელშიც მზის სინათლე ვერ აღწევს არაფერი არ ჩანს და ცარიელი გონია ის ოთახი ისევე როგორც ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანს გონია რომ მასში ცოდვები არ არის და სუფთაა და წმინდა მაგრამ საკმარისია რომ ერთი ასანთი აანთო ან დარაბაში აღო ოდნავ ისე რომ აი ჭუჭრუტანიდან სხივი შემოვიდეს მაშინ მე აღმოაჩენ რომ თურმე მარტო არ ახარ შეიძლება ძალიან ბევრი ნივთი დევს ჯერ დიდ ნივთებს დაინახავ კარადას დაინახავ მაგიდას დაინახავ საწოლს დაინახავ ცოტა მეტად რო გაიხსნება ის ჭუჭრუტანა და ცოტა მეტი სინათლე რო შემოვა უკვე შედარებით პატარა ნივთებს დაინახავ რომ მაგიდაზე თქვა რაღაცა წიგნები აწყვია გარშემო სკამები აქვს შემოდგმული იმ საწოლზე შეიძლება რაღაცეები ყრია კიდევ უფრო მეტად რო გამოჩნდება ეს სინათლე კიდევ უფრო მეტი სინათლე რო შემოვა მე უკვე აღმოაჩენ რომ შეიძლება თქვა ვიღაცამ ჭამა იმ მაგიდაზე და ნამცეცები ყრია და იატაკზე შეიძლება უკვე დაინახო უკვე ჭუჭი მტვერი აი ბოლომდე რო გახსნი დარაბებს ფანჯრებსაც რო გამოაღებ და მთელი სისავსით რო შემოვა მზის სხივი მე რას დაინახავ იცი აი მზის სხივში დაინახავ რომ იმ ჰაერში რომელსაც შენ სუნთქავ თურმე რამდენი მტვრის ნაწილაკი მოძრაობს შიგნით შენ სუნთქა ჰაერი გონია ეხლა ჩვენ ხო ის ჰაერი სუნთქა გონია ხო ვერ ვაჩვენთ ამ მტვერს საკმარისია ეხლა ამ ოთახში შემოვიდეს აი ეს მთლიანად მზის სხივი თუმცა აღმოჩნდება რამდენი მტვრის ნაწილაკი ტრიალებს არის მაგრამ ამ სინათლეზე არ ჩანს ნახეთ რა ადვილად ვიტყუებ თავს რომ ეხლა სუნთქა ჰაერი სუნთქა აი ესე არის ადამიანი შემოძრფასე ადამიანში რაც უფრო მეტად შედის ღვთიური სინათლე მით უფრო ნათლად ხედავს ის თავის თავს სანამ ადამიანი მოხიბლულია თავისი ამპარტავნებით და თავისი თვითკმაყოფილებით და ძალიან მოწონს საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის და სამაგალითოც გონია შეიძლება სხვებისთვის მანამდე ბრმა არის ეს ადამიანი ცოდოა ეს ადამიანი ხიბლში იმყოფება ნახეთ აი ეს არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს შემოძვირფასო ხალხი ამაზეც მოდი გავამახვილებ აუცილებლად ყურადღებას იმიტომ რომ ნახეთ რა არის ხიბლი ხიბლი ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი არა რეალობას რეალობა დაგვიქვა როდესაც შენ სწორად რეალურად ვერ აფასებ შენს თავს შენ სულიერ მდგომარეობას რაღაცა გგონია მაგრამ თან ისე გგონია რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ძალა რომელიც შენ გადაგაჭირებს რომ ესე არ არის და აქვე ვიტყვი ხიბლი იცით როგორ ადამიანებს ემართებათ ანუ როგორი ადამიანები ვარდებიან ხიბლში ადამიანები რომლებსაც ავტორიტეტი არ აყავთ დროთა განმავლობაში რაც დრო გადის რაც უფრო მეტად წარემატება ბჭყალებში რა თქმა უნდა ადამიანი თავის ამპარტავნებაში და თვითკმაყოფილებაში მით უფრო არავის აღარ ეკითხება ის ჭკუას და მით უფრო და უფრო დროთა განმავლობაში წმულდება აჯერებს მას ეშმაკი რომ ყველაზე ჭკვიანურად და ყველაზე სწორად თვითონ განжის თავის მდგომარეობას ყველაზე უკეთესად და არავის ჭკუის საკითხავი არაფერი არ სჭირს მას მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ანტონი დიდი ერთ-ერთი გამორჩეული მამა და ერთ-ერთი ფუძემდებელი მეუდაბნოე ცხოვრებისა ესეთ ადამიანს სტირის ხარეცრემლებით აი ამ პარტავნების აი ესეთ საზომში მყოფ ადამიანს რომელსაც უკვე სოცხალ ადამიანთაგან ავტორიტეტი არავინ აღარ ყავს ხარეცრემლით სტირის რა ეშველებაო ღმერთის საოცარი სასწაული თუ უშველის მას უნდა მეტი ვერაფერი და მართლაც ასე ხდება ხოლმე ჩემო კეთილო ადამიანებო მერე ერთვება საქმეში ღმერთის მადლმოსილი განგებულება რომელიც სწორედ განსაცდელების სახით ვლინდება ჩვენს ცხოვრებაში ანუ ღმერთი მიგვიშვებს ჩვენს ნებაზე და ჩვენი ცოდვები ამოგვაყოფინებს თავს აუცილებლად რაღაცა განსაცდელში და შემდეგ დავფიქრდები და გავიაზრებ
რომ თურმე არც ისე მაგრები ყოფილვართ, როგორიც გვეგონა ჩვენი თავი. და განსაცდელი, როგორც გითხარით, ამ დაბლებს ადამიანს არ სიდა მიზანი განსაცდელისა, გახლავთ სწორედ ადამიანი დაბლოს, თავისი რეალური სახე დაანახოს, გამოაფხიზლოს იმ ცდომილებიდან, რომელშიც იმყოფება. აგრძნობინოს, რომ შესაწყალო თავი რო უკვდავი გონია და მარადიული და ყოვლისშემძლე გონია. სინამდვილეში ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი ხარ, რომელიც ხმები, კვდები. დღეს თუ არა ხვალე შეიძლება მოკვდე და გაქრე, აღიგაო პირისაგან მიწის. და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს? მთელი არსებით ინამა და გულიდან ამოუშვა უფალო, შემიწყალე. შემინდე, მაპატიე ღმერთო, ჩემი უგუნურება, ჩემი სიბრმავე, ჩემი ამპარტაუნება, თავი რო რაღაცა მეგონა შენ გარეშე, თავს რო აჭარბებდი უამრავ ადამიანს. რო განვიკითხავდი ყველას, რო აძლევდი საკუთარ თავს უფლებას, რო განმესაჯა სხვა ადამიანი. თურმე მე თვითონ რა მდგომარეობაში ყოფილვარ, თურმე მე თვითონ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში ყოფილვარ სულიერად. ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც განვიკითხავდი. სად მეცალა მე სხვა ადამიანების განსაკითხად. აი ეს დაემართა და ერთ რამეს გეტყვით ხალხო, ეს იცოდეთ, თქვენ დამაჯერებლად იცოდეთ. ყველა წმინდანს ეს გზა აქვს გავლილი. გამონაკლისის გარეშე. აბსოლუტურად ყველას. დაცემის და შემდეგ წამოდგომის. უბრალოდ ეს დაცემა, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს. ვინ რაში ეცემა? ვიღაცა ამპარტაუნებით დაეცემა, ვიღაცა ბრუშობით დაეცემა, ვიღაცა მკვლელობით დაეცემა, ვიღაცა ქურდობით დაეცემა, ვიღაცა ანგარებით. აი რა დაემართათ და ვეცდები, რომ ამითი ასე ვთქვათ, ჩემი საუბარი დავასრულო და მე უკვე ესე ცოცხლად ვისაუბრო, თუ კი რაიმე შეკითხვა გექნებათ. მოვიყვანოთ ესეთი კლასიკური შედარება, რომელიც ხშირად მოყავს ხოლმე და ამ თემასაც აუცილებლად ეხება, იმიტომ რომ ყოველად აუცილებელია ჩვენთვის ამის სწორად გააზრება. პეტრეს და იუდას. ორივე მოციქული იყო. ორივე 12-თაგანი. ორივე საშინელი ცოდვა დაემართა. ანუ მოდი ესე დავუთქვათ, ესე უწოდოთ პირდაპირ და ესეც არის. ორივე საშინელ განსაცდელში ჩავარდა. ერთმა 30 ვერცხლად გაყიდა, მეორე უარყო. ფიცით უარყო. არ ვიცნობ საერთოდ მაგასო. მე რომ მკითხოს კაცმა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელსაც რა ვიცი, ბევრი ადამიანი იზიარებს, სხვათა შორის ვისთანაც ვისაუბრია. პეტრეს მიერ ჩადენილი ცოდვა პეტრეს დაცემა გაცილებით უფრო მძიმე იყო ვიდრე იუდასი. იცით რატო? იმიტომ რომ ის პეტრესი იყო. პეტრემ ძალიან კარგად იცოდა, ვისაც უარყოფდა. პეტრემ გადასარევად იცოდა, ვიზე ამბობდა უარს და ვის იფიცებდა, რომ ნამდვილად არ ვიცნობ საერთოდ ვინ არის პირველად ხედავ. და თანაც იმ ფონზე, რომ წინა დღეს რიხიანად უმტკიცებდა ვის უფალს, ეწინააღმდეგებოდა, რომ მეო, შენი გულისთვის სიცოცხლეს გავწირავ. სათავა რომ ნებისმიერ წუთს და ნებისმიერ წამს საკუთარი სიცოცხლე გავიღო შენი გულისათვის. უფალი ეუბნება, რომ არაო პეტრეო, გეშლებაო, შენ იქნები ზუსტად რომ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფო. რას ლაპარაკობო? მეო, ვერ მიიღო, უფლისგან ვერ მიიღო. და თან როდის იცით ეს? როცა უკვე ფეხები დაბანა უფალმა, იმ ფეხების ბანის დროსაც ხო პეტრეს სიფიცხე გამოვლინდა, რას ამბობ შენ რომ ფეხებს არ დაგაბანინებო. უფალი ეუბნება, რომ დაწყნარდიო რა, დამშვიდდიო. მე იმისთვის მოვედიო, რომ თქვენ გემსახუროთო. თქვენი მსახურება არ მინდაო მეო. დამითიოთ, ანუ მაგალითს გაძლევთო, რომ ისე როგორც მე გემსახურები თქვენ, თქვენც ერთმანეთს უნდა მოემსახუროთ. ერთმანეთისთვის უნდა იცხოვროთ, ერთმანეთის წინაშე უნდა დაიმდაბლოთ თავი. თუ მე ღმერთმა და უფალმა დავიმდაბლე თქვენ წინაშე თავი, ქმნილებების წინაშე, თქვენ ხომ უფრო მეტად გევალებოთ ერთმანეთის წინაშე სიმდაბლე და მორჩილება. და მე თუ შენ ფეხები არ დაგბანებო, ჩემთან წილი არ გიქნებაო.
და მე ისე მეორე უკიდურესობაში გადავარდა პეტრე. რას ამბობ ეგრე თუ იქნებაო, მარტო ფეხები კი არაო, ტანის დამბანი, თავის დამბანი, არაო. განბანილსო ფეხის დაბანის მეტი არაფერი აღარ ჭირდება ეუბნება უფალო. ანუ ამით ეუბნება რომ შენ მე უკვე მოგამზადე. ამ 3 წლის განმავლობაში გბანდი ზუსტად და გწმენდი და მიგიყვანე აქამდე როცა უკვე მხოლოდ ფეხები განდასაბარი. აი ხო დაამდავდა ღმერთო. არ ეყო ეს პეტრეს. და უფრო უარესი განსაცდელი სჭირდებოდა მას როგორც ჩანს. და ეს უარესი განსაცდელიც მოხდა. იმღამეს რომ და რო ეწინააღმდეგება და ეჭიდავება შეურაცხყოფილად იგრძნო თავი უფალი როცა ეუბნება მას რომ შენ უარყოფ მეო. რას ამბობ მეო, ეხლა წარმომიდგენია პეტრეს გულში რა ხდებოდა იმ დროს როგორ ეტკინა ეს სიტყვები მას უფლისაგან. როგორ შეეხო ეს მის თავმოყარეობას რომ როგორ აუ ესე იგი ეს მე საერთოდ არ მიცნობს მე როგორ მიყვარს როგორი თავგანწირული ვარ მისთვის მზათა ვარო სისხლი დავღვარო თავი დავდო მისი გულისაბზე რას მეუბნება ეს რომ მე უარ მყოფ ამას კაცო რას ლაპარაკო როგორ გაბრაზდებოდა როგორ ეწყინებოდა როგორ ეტკინებოდა აბა წარმოიდგინეთ ერთი წუთი და შემდეგ რა ხდება რა საკვირველია უფლის მიერ დაწინასწარმეტყველები აუხდა მას და სამჯერ უარყო მასთან ნაცნობობა. ფიცით. და რა წერია ლუკასაგან სახარებაში რომ ამალმა რო იყილვაო, ამ დროს უკვე სამჯერ უარყო პეტრე. მობრუნდაო ქრისტეო. და პეტრეს შეხედაო, იმიტომ რომ იქვე ხდებოდა ეს ყველაფერი. მცირე მანძილი აშორებდა, მაგრამ პეტრე ცეცხლთან იდგა და თბებოდა. სხვებთან ერთად. და ამ დროს უფალ შეურაცხყოფებს აყენებდა. კაიაფას ეზო შეხდება ეს ყველაფერი. დელთავის. შემოbrunდაო და თვალებში შეხედაო და ეხა თქვენ მეორედ წარმოიდგინეთ ეხა პეტრეს მდგომარეობა. რა დღეში ჩავარდებოდა ეს საწყარი? რომ აღმოაჩენდა რომ სწორედ ის სიტყვები აუხდა რაც უფალმა უთხრა და რა დონეზე იგრძნობდა საკუთარ არარავობას. უფლის თვალებით